გახლავთ პროფესიონალი დიპლომატი და არა მხოლოდ წარსულში თავისუფლის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს დივანი და საგარეო დასვენის უფროსი, ჰარვარდის მაგისტრი ბატონი გელა ბეჟუაშვილი და ჩვენი თემა იქნება ქართულ-ამერიკული, ქართულ-რუსული და ამერიკულ-რუსული ურთიერთობები, სამკუთხედი ესე ვთქვათ. ამერიკაში, თითქმის დასრულებული არჩევნების ფონზე, თითქმის იმიტომ რომ პრაქტიკულად ბაიდენმა გაიმარჯვა და ოფიციალურად გამოცხადდება მალე, ალბათ თითქმის არანაირი შანსი აღარ რჩება ტრამპს, მხოლოდ რაღაც მცირე თეორიული. და პირდაპირ დავიწყებ ალბათ ჩვენთვის ყველაზე უფრო აქტუალური შეკითხვით, რეგიონთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში, რას ნიშნავს ბაიდენისნაირი გამოცდილი დიპლომატის გაპრეზიდენტება, რომელსაც არა მხოლოდ ზოგადად პოლიტიკაში აქვს გამოცდილება გამომდინარე თუნდაც თავისი ასაკიდან, არამედ 70 წლებიდან მოყოლებული, მე მგონი ეს კაცი ზის მოლაპარაკებებზე, მათ შორის რუსეთთან, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. აი ამ ზოგად კითხვით დავიწყებ და ბატონო გელო თქვენ როგორც გინდათ ამ კითხვაში რაც კიდე ჩაატიეთ. კი ბატონო, სალამი. ძალიან აქტუალური თემაა. ზუსტად ახლა უყურებთ ჩვენ ისტორია ახლა იწერება, ერთ-ერთი ნაწილი ყოველ შემთხვევისთვის, როგორც ამერიკის ისტორიის, ასევე მსოფლიოს. მაღალი ალბათობით, მაგრამ ჯერ არ ვიცით მოიგებს ბაიდენი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი დავამატებდი იმ სიას, რაც შემთხვი თორნიკე ადამიანი კერძოდ საქართველოსთან დაკავშირებით არის ძალიან კარგად გათვითცნობიერებული ჩვენ სიტუაციაში, ნამყოფი არის აქ, პიროვნულად იცნობს აქ პოლიტიკოსებს, ძალიან კარგად ფლობს სიტუაციას, ყოველ შემთხვევაში ფლობდა და ეხლა დარწმუნებული ვარ ფლობს. ის ფლობდა სიტუაციას, როცა იყო სენატში, ის ფლობდა სიტუაციას, როცა იყო ვიცე-პრეზიდენტი და ამიტომ ჩვენთვის ეს შანსი არის, რომ საქართველო ისევ გაჩნდეს აქტიურად რადარზე ამერიკის საგარეო პოლიტიკის, რაც გვაძლევს საშუალებას ჩვენი საგარეო პოლიტიკური და შიდა პოლიტიკური მიზნების მივახციოთ უფრო ადვილად. ეხლა თუ ვინმე მიცის ახალს არაფერს არ ვიტყვი, ამ ყველაფერს დაჭირდება დრო ბუნებრივია. ტრამპის ადმინისტრაცია არის ძალიან განსხვავებული ყველა იმ წინა რესპუბლიკური ადმინისტრაციისგან, თავისი სტილით, თავისი შინაარსით, თავისი განსაკუთრებული ფოკუსით შიდა პოლიტიკაზე და საგარეო პოლიტიკიდან პრაქტიკულად ზოგიერთი რეგიონიდან შეერთებული შტატები გაქრა. ამიტომ გადასვლა იქნება ხანგრძლივი. ტრადიციულად ეს არის 6 თვიანი პერიოდი, ვთქვათ ეს ტრანზიცია, ჩემი აზრით აქ ეს უფრო გაგრძელდება. თუმცა მე იმედი მაქვს დემოკრატების, რომლებიც არიან კარგად მობილიზებულები ამ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ესეთი გამოცდილება გვაქვს მათთან მუშაობის, გუნდს ჩამოაყალიბებენ შედარებით სწრაფად. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოსთვის და რეგიონისთვის. რა გუნდს ჩამოაყალიბებს ახალი პრეზიდენტი, ჩვენ ყავს ძალიან საინტერესო სახე ვიცე-პრეზიდენტად, ქალბატონი ხარისი, რომელიც ამერიკაში ვერ ვიცნობ და ხო, რომელიც ჩემი ღრმაწმენით მე კარგად არ ვიცნობ მას, მის საქმიანობას, მაგრამ მისი საგარეო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, პროგრამის წაკითხვის შემდეგ მე შემექნა შტაბ-ეჭდილება, რომ თვითონაც კარგად ფლობს სიტუაციას. ალბათაც კარგი თანაშემწეები და მრჩევლები ყავს, იმიტომ რომ ძალიან დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, აჯენდა ჰქონდა. მე ეს ინფორმაციისთვის დღეს ჩვენ გავცემთ შეკითხვებს პასუხს, რომლებიც შემოვა Facebook-ის მეშვეობით. მათ პირდაპირ დაუსვამ, პირდაპირ ექნება კონტაქტზე Facebook-ი და პირდაპირ დაუსვამ ბატონ გელას მე შეკითხვებს, რომელიც შემოვა. ცოტა რომ დაკონკრეტეთ, როცა საქმე ეხება გუნდს. ტრამპს ყავდა ადმინისტრაციაში ფიონა ჰილი, ძალიან გამოცდილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული მცოდნე რუსეთის, რომელიც მერე თანამდებობიდან გადადგა და წავიდა საკმაოდ ცუდად და სკანდალურად, შეიძლება ითქვას. ფიონა ჰილი თავის დროით მუშაობდა დემოკრატებთან ასოცირებულ think tank-ში, ეს იყო ბრუკინგსის ინსტიტუტში. და იმედია ვიქნებოდეთ, რომ ის და მისნაირები დაბრუნდებიან ახლა ადმინისტრაციაში აქტიურად ჩაერთვებიან წესით. მე ეჭვიც არ მეპარება, ვიცნობ პირადად ფიონას. მაგრამ მარტო ფიონაში არ არის საქმე. მე ტრამპის ადმინისტრაციაში საინტერესო საკადრო ცვლილებები ხდებოდა. გახსოვთ ჯონ ბოლტონის, ასე ვთქვათ,
მოულოდნელი წასვლა და ისე სწრაფად გამოაცხო წიგნი, რომ მგონი იქ რომ მუშაობდა, მაშინ წერდა მაგ წიგნს. დეტალურად გაწერილია ყველაფერი, როგორ მუშაობდა, ანუ მექანიკა მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების თეთრი სახლის. საინტერესოა, მაგრამ მეორე მხრივ ცოტა უცნაური იყო ესეთი რეაქცია ბოლტონის, ანუ რაღაცა ხდებოდა მან ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ მე ველოდები და ჩემი მოლოდინი არის რომ გუნდში დაბრუნდებიან ის ადამიანები და აქ მე ვსაუბრობ არა გლობალურად, არამედ საქართველოსთან მიმართებაში, რეგიონთან მიმართებაში, ბუნებრივია ჩვენი ინტერესი რაც არის. გუნდში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს იცნობენ. რომელიც იცნობენ რეგიონს. ძალიან დიდი შეღავათია რომ გვეყოლება ის პრეზიდენტი არ აკაგავს დროს საგარეო დრო და გაეცნოს რა ხდება მსოფლიოში, რომელსაც იცის ზეპირად თავისუფლად შეუულია, მე მგონი ყველაფერზე მსჯელობა რა ხდება ჩვენ რეგიონში, რუსეთში და ასე შემდეგ. ეს დიდი ფუფუნებაა მე მგონი, იმიტომ რომ გავისვენ კლინტონის პირველი ვადა მე მგონი 2 წელი დახარჯა იმაზე რომ გარკვეული იყო რა ხდებოდა საერთოდ მსოფლიოში, ხო? და ზოგმა ამერიკელმა მოუხსენებათ ახლა საერთაშორისო ურთიერთობები გეოგრაფიაშიც ვერ გვახდება, იმიტომ რომ ამერიკა დიდი ქვეყანაა, რომ გარეთ გახედვა ბერს ელემენტარულად არ აინტერესებს ეს. ჩვეულებრივი ამბავია. ყარაბაღის ომი მიდიოდა და მთელი ამ ხის განმავლობაში ამერიკისგან ჩვენ თითქმის არაფერი არ გავიგია, მხოლოდ ჩვენახევრის მერე თუ არ ვცდები შეხვდა პომპეო, საგარეო მინისტრებს აზერბაიჯანის და სომხეთის და ესეც იყო ალბათ ინდიკატორი იმისი, როგორ გავიდა ტრამპის მმართველობის დროს ამერიკა რეგიონიდან, როგორ დაკარგა ინტერესი რეგიონის მიმართ. დიდი შანსია რომ ყარაბაღის ომი ამასობაში დასრულდეს ახალი დაზავებით, მანამდე სანამ ბაიდენი შევა თეთრ სახლში და ესე ვთქვათ, სუფასოვნად ამუშავდება ახალი ადმინისტრაცია, ხო? და როგორ გონიათ, აი ამ სიტუაციაში და ბალანსი რეგიონში შეიცვლება აშკარად აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამას ხადია მოყვება, თავიცი, რაღაც შედეგები და ახალი დათაგანლაგება იქნება და შეიცვლება ყველაფერი სერიოზულად. როგორ იქნება ამერიკის პოლიტიკა შეცვლილი რეგიონთან მიმართებაში? კავკასიას გულისხმობ თავისთავად ხადია. ანუ ახლა მე რთული კითხვა ძალიან ახლა როგორ შეიცვლება, არ ვიცი როგორ შეიცვლება, მაგრამ ვარაუდი მე რამ დავაკონკრეტებ მაყურებელს რომ ესე ვთქვათ, გაიაზროს. თურქეთის როლი გაიზრდება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ აზერბაიჯანის უკან ბუნებრივია იდგე თურქეთი. რაღაც დონეზე უნდა თუ არ უნდა რუსეთის როლი აშკარად სუსტდება, იმიტომ რომ ისინი არ ელოდნენ ესე წარმატებას აზერბაიჯანის მხრიდან, რომელიც მიღწეული იქნა დრონების და ამ რევოლუციური მიღწევების ხარჯზე. და ამ სიტუაციაში საქართველოს როგორი როლი შეიძლება ქონდეს ამერიკისთვის კავკასიაში? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონაც უნდა შევუწყოთ ხელი ამას აუცილებლად. ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო პოლიტიკურმა გუნდმა მალე უნდა მოახდინოს ადაპტირება ახალ რეალობასთან, მალე უნდა გავიდეს ისეთ კავშირებზე, რა კავშირებით საჭირო იქნება. ვიდრე გავაგრძელებდი ამ თემას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც უკავშირდება წინა კითხვას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ამერიკა ირჩევს არა მხოლოდ პრეზიდენტს. დღეს ამერიკა ირჩევს ასევე ნაწილის სენატს და კონგრესის წარმომადგენელთა პალატას. იქ განლაგება ძალების არის ძალზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამერიკის პრეზიდენტს აქვს ძალიან დიდი პორტფელი და ძალიან დიდი ძალაუფლება საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მაგრამ კონგრესის როლი ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. და ის ბალანსი, რაც ძალიან კარგია, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს შეძლო იყოს ეგრეთ წოდებული bipartisan case, ანუ იყოს არაპარტიული არჩევანი და მხარდაჭერის საგანი, ეს უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე უნდა მოახდინოთ კაპიტალიზაცია. ძალიან აქტიური მუშაობა გვმართებს ჩვენ კონგრესთან, ძალიან აქტიური მუშაობა ჩვენ გვმართებს ახალ გუნდთან, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული შრომების საბჭოში. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ამერიკამ მოახდინოს სწრაფად ფოკუსირება ისევ რეგიონზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დარჩება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და ეს ძალიან სერიოზული მონოპოლია ჩვენი, როდესაც ამერიკელები საქართველოს ეძახიან სტრატეგიულ პარტნიორს. ეს დიდი მონოპოლია, მადლობა ღმერთს, რომ ეს მონოპოლია არ გამკრალა, კი ცოტათი გავყრით ამ რადარიდან, მაგრამ ამერიკისთვის ჩვენ ვრჩებით ძალიან საკვანძო ქვეყანად. ამიტომ ჩვენ უნდა პროაქტიულები უნდა ვიყოთ ძალიან, რომ აი ეს მონოპოლია არ გაიფანტოს. ახალ დარჩეულ პრეზიდენტს ექნება ძალიან ბევრი საგარეო პოლიტიკური საკითხი მოსაგვარებელი. ბევრად
უფრო დიდი, მასშტაბიანი და ამერიკისთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე თუნდაც ჩვენი კავკასიის რეგიონი. და ამიტომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ აი ამ საკითხებში მაქსიმალურად დავიციოთ ზევით. რაც შეეხება რეგიონში სხვა მოთამაშეების აქტივობას ბუნებრივია. როგორც კი ამერიკა გაქრა ამერიკის ასე ვთქვათ ლიდერობა დააყდა რეგიონს, გააქტიურდნენ რეგიონალური აქტორები, ეს აბსოლუტურად სავსებით ბუნებრივია. რუსეთი კვლავ დარჩება მოთამაშედ. მე ვერ ვიტყოდი რომ მისი პოზიციების შესუსტდა რუსეთი ჩემი შეფასებით რუსეთი ატარებს ახლა ძალიან პრაგმატულ, ძალიან ცინიკურ, მაგრამ ძალიან პრაგმატულს რეალ პოლიტიკას სომხეთთან მიმართებაში და კონფლიქტთან მიმართებაში. კითხვა იქნება ჩემი შემდეგნაირი. გასაგებია რომ ცინიკური და ძალიან რეალ პოლიტიკაა მისი მხრიდან, მაგრამ ამავე დროს როცა რეალურად იგი არ დაეხმარა ისე სომხეთს როგორც ამის მოლოდინი ჰქონდათ ბევრგან, არა მხოლოდ სომხეთში, ხო არ შესუსტდა მისი იმიჯი როგორც საიმედო მოკავშირესი. აი ამ ხრი ხო არ შესუსტდა რუსეთი რეგიონში. იცით რა, მე სხვანაირად შევხედავდით ამას. ალბათ ზედაპირულად კი, მაგრამ სიღრმისეულად არა. იმიტომ რომ რუსეთი აჩვენებს ყველას მან ხო დეტალებია, აქ ძალიან ისეთი კომპლექსური საკითხია საერთოდ. იქ არის ზუსტად ის რომ ნაწილი ამ ყველაფრისა, ამ მოქმედების და ამ ქცევის რუსეთის განპირობებულია იმითი, რომ ის ეგრეთ წოდებულ გაკვეთილს უტარებს სომხეთის ახალ არჩეულ ხელისუფლებას და ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან მწარე გაკვეთილი. ამით უგზავნის სიგნალს დანარჩენს თავის სატელიტებს თუ როგორ მოქცევას ელოდება სხვებისგან და რა მოსდით იმ პარტნიორებს, იმ სტრატეგიულ პარტნიორებსაც, რომლებიც აი ამ შემოთავაზებულ დღის წესრიგს არ მიყვებიან. და ბევრი სხვა ნიუანსი არის. ამიტომ ჩემი აზრით მისი გავლენა არ შესუსტდება. თურქეთი რასაკვირველი აქტიურია და დღეს თურქეთმა აიღო ლიდერობა თავის ხელში და რუსეთი ამას ასე ვთქვათ ეგუება, მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული შეგუება, ეს არის ტაქტიკური შეგუება. ამ ორ ქვეყანას შორის აქ ამ რეგიონში პაექრობა დიპლომატიური, სტრატეგიული, სამხედრო პოლიტიკური გაგრძელდება და ჩვენ უნდა ვიყოთ აქ ძალიან ყურადღებით, ფრთხილად, ვინაიდან აი ამ გავლენის სფეროების, ასე ვთქვათ, განაწილების დროს ჩვენ უნდა გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს აარიდებს იმ რისკებს, რომელიც დღეს არის. არც ვიცი ჩატარებულია თუ არა ამ რისკების შეფასება, აი ახალი რეალობიდან გამომდინარე. თუ არა და სასწრაფოდ გასაკეთებელია, შესაფასებელია ეს რისკები და გასაკეთებელი არის ანალიზი თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შეჯირება, ანუ ამ რისკების ნიველირება, ამ რისკების შემცირება უნდა მოხდეს. მოდი შევეხოთ ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ მოსკოვის კარნეგის ცენტრის ვებგვერდზე დაიდო ძალიან საინტერესო სტატია, რომელიც ავტორიც გახდათ ანდრეი კორტუნოვი, ეს არის რუსული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს პრეზიდენტი, ალბათ, და ეს სტატია იყო საკმაოდ პესიმისტური რუსეთისთვის. ანუ იქ ეწერა რომ თუ იმარჯვებს ტრამპი, მაშინ ევროპა რჩება ისევ ორ ცეცხლს შუა ევროპა, აქეთ ტრამპი რომელთან ურთიერთობა ევროპა სულ უფრო და უფრო უჭირს და აქეთ რუსეთი რომელთანაც ევროპას შეერიგება არ უნდა, იქ ნავალნის მოწამლა მთელი თემები იყო თქო ჩამოთვლილი, მაგრამ თუ ბაიდენი იმარჯვებს, ევროპას ეს იმდენად გაუხარდება ბაიდენის გამარჯვება, რომ ევროპა უპირობოდ შეურიგდება ამერიკას და აღდგება კვლავაც ტრანსატლანტიკური პარტნიორობა. მთელი თავის სიმტკიცით წერს კორტუნოვი და ეს რეალურად რუსეთს მოისვრის, შეიძლება ითქვას, მოისვრის, უნდა თუ არ უნდა რუსეთს ჩინეთისკენ მოისვრის და რუსეთი მას უნდა თუ არა გახდება ჩინეთზე დამოკიდებული. ნუ მე მომეჩვენა საკმაოდ ზემეთად პესიმისტურად ეს სტატია, მაგრამ ამის ავტორი არ იყო თქვენც ახლა კორტუნოვი არ არის ეს რიგითი ავტორი რუსეთში, ეს არის ძალიან სერიოზული ადამიანი, რომელიც დიდი ხანია როგორც აკადემიურ ცოდნას ფლობს, ასევე ჩართულია პრაქტიკულ პოლიტიკაში, დიპლომატიაში და აი ესეთი განწყობა რაც მეანიშნებს. მართლა შეიძლება ვთქვათ, რომ ესეთი საფრთხე მართლა ელოდება ხა რუსეთს, რომელსაც რა თქმა უნდა იური დღეები არ უდგას, ეს გამომდინარეობს პოლიტიკური სტაგნაციიდან, გამომდინარეობს ეკონომიკური სტაგნაციიდანაც და გამომდინარეობს ხადია ჩინეთის გაძლიერებიდან. მაგრამ აი ევროპის და ამერიკის შერიგება თუ შედგა ისე, როგორც იყო თავის დროს, აუშვეთ კლინტონის დროს.
იდეალურ გოსტიან ესე თქვა. ების დიდი დარტყმა რუსეთს როგორ გონია დასავლეთიდან. საინტერესო თემა საერთოდ ეს. მე ვფიქრობ, რომ ახლა საფრთხეთ მე რუსეთი ამასაც საფრთხეთ როგორც საფრთხეს ისე არ უყურებს, ეს უყურებს ამას როგორც გამოწვევად და სხვათა შორის რუსეთი დარწმუნებული ვარ ამისთვის მზად არის. მას აქვს შემუშავებული თავისი სტრატეგია ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან მუშაობის, იცის რა დიდი გამოცდილება აქვს ბუნებრივია რუსებს ამერიკელებთან მუშაობის, ამიტომ ისინი დაალაგებენ თავის ურთიერთობას, რაც შეეხება დაალაგებენ ურთიერთობას იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ეცდებიან დაუპირისპირონ ახალ დემოკრატების ადმინისტრაციას ამერიკაში თავისი შეთავაზება ახალი მე ველოდები ამას, ეს შეთავაზება მაღალი ალბათობით მზადაც აქვს. იმიტომ რომ იციან რა და მე კორტნოს ვეთანხმები. იციან რა რომ ევროპის და ამერიკის, ასე ვთქვათ, გაერთიანებული ევროპის და ამერიკის ურთიერთობები დათმება და აღდგება ძალიან სწრაფად. და ეს მოხდება აუცილებლად სწრაფად. ევროპელები ელოდებიან ამას და ეს ბუნებრივად მოხდება და ამერიკა დაუბრუნდება ევროპას. ამერიკა დაუბრუნდება ევროატლანტიკურ სივრცეს ყველა თავისი რესურსით და ძალიან აქტიურად. რასაკვირველია, ამას კიდე ამძაფრებს ამ სიტუაციას ის, რომ დემოკრატიის ადმინისტრაციას ძალიან კარგად ახსოვს ის კრახი, რა კრახი განიცადა მათივე ინიციატივამ გახსოვთ კლინტონის და ლავროვის გადატვირთვის მცდელობა ურთიერთობების, რომელიც კრახი დამთავრდა. და ეს ძალიან კარგად ახსოვთ დემოკრატებს. ძალიან კარგად ახსოვთ დემოკრატებს ჩარევა არჩევნებში რუსების, რომელიც არის დამტკიცებული და რომელიც ძალიან გააღიზიანა არა მხოლოდ დემოკრატები, მაგრამ განსაკუთრებით დემოკრატები ამერიკაში, არამედ მთლიანი ამერიკის პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მე არ ვიტყოდი, რომ ეს არის საფრთხე, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა რუსეთის ხელისუფლებისთვის და ამ გამოწვევისთვის მე ჩემი აზრით ისინი მზად არიან, მაგრამ აი როგორ მოხდება ამის გაკეთება და როგორ გაიხსნება ეს ყველაფერი, მე ეს ჯერ არ ვიცი. თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ ყველაფერი დაიწყება და რაშიც ბაიდენი არის ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, შესაფერისი ადამიანი, ეს არის ბირთვული შეიარაღების ყველა კონვენციის და ყველა იმ ხელშეკრულების, რომელთაც გამოვიდა ამერიკაც და რუსეთი აღდგენა. მე მოლოდინი მაქვს, რომ აქედან დაიწყება მათი ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა არ იქნება იოლი, იმიტომ რომ დემოკრატების პოზიცია აქ იქნება ძალიან ხისტი. ვერიფიკაციის საკითხებში. ეხლა მოდი შევხედოთ მეორე ორი ურთიერთობა ჩვენთვის ასევე ძალიან აქტუალურს, გვინდა თუ არ გვინდა, ქართულ-რუსულს. რუსეთს შეიძლება დაჭირდეს ესე გამიგიონია ეს მოსაზრება მომისმენია მე ბევრი სერიოზული დიპლომატისგან, მათ შორის ჩვენი საერთო მეგობრებისგან ახლა აქ არ დავასახელებ ეთერში, მე თუ ვინა გეტყვი, რომ რუსეთს შეიძლება დაჭირდეს რაღაც დიპლომატიური გამარჯვება ყოფილ საბჭოთა კავშირში. იქნება ამ ხრივ მოსინჯოს საქართველო. თქვენ გაქვთ უნიკალური გამოცდილება იქ იგორ ივანოვთან მოლაპარაკების, ლავროვთან მოლაპარაკების და ასე შემდეგ. რამდენად რეალისტური შეიძლება ეს აღმოჩნდეს, რომ მოინდომო რუსეთმა ჩვენთან რაღაც დიპლომატიური რევოლუციის მოწყობა შერიგება, ბუნებრივია მათი მხრიდან რაღაც დათმობის ხარჯზე, ხო, იცი ხვდებიან ალბათ, რომ სხვანაირად შერიგება არ გამოდის. როგორ წარმოგიდგენია, თუ ეხლა მათ გაუჭირდათ ბევრ ფრონტზე, ევროპასთან გაუჭირდათ, ნუ ჩინეთთანაც მარტივი არა ურთიერთობები, ეს მათ გაიგებს ჩვენურად, უყურებული 14 წლის შემდეგ. თუ მოინდომეს ჩვენთან რაღაც დათმობა და რაღაც პატარა გამარჯვების მიღწევა დიპლომატიურის. რამდენად რეალისტური წარმოგიდგენია თქვენ მსგავსი რაღაცა მათ თავში მართლაც მოიხარშოს. ნუ ეს რაღაც სასურველი სცენარია ქართველებისთვის, მაგრამ მე მაგალითად ვერ ვხედავ ამის წინაპირობებს. ნუ შეიძლება მე ვერ ვხედავ, მე არ ამგონია რომ ეს საქართველოსთან დათმობის, ასე ვთქვათ, ურთიერთობების დათმობის სცენარი მათ კონდეს, შეიძლება აქ კიდევაც, მაგრამ არა როგორც ნაწილი თავისი ურთიერთობების დაალაგების ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. მე ამ კორელაციას ვერ ვხედავ, არ არის გამორიცხული, მაგრამ მე უბრალოდ ამის წინაპირობას ვერ ვხედავ. და ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ, არა მე ხა ლაპარაკობ დიალოგზე რუსეთთან, ოღონდ არაოფიციალურ დონეზე, ბუნებრივია, გამორიცხული, მით უმეტეს როცა დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, მაგრამ
როგორ წარმოვიდგენიათ არაფორმალურ დონეზე მოლაპარაკებები, კონტაქტები როგორ უნდა ხორციელდებოდეს? Ну, ნახეთ, ახლა ეგ რა ფორმატებიც არსებობს დღეს. და რა მიზნითაც არსებობს ისინი. იქიდან იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაში არის ჩვენი ურთიერთობები და მე მგონი ბოლო დროს რაც მე ვიცი შეიძლება რამე გამომრჩა, კონტაქტები არ ყოფილა. რაღაც გარკვეული პერიოდით არ ყოფილა არც აბაშიძე კარასინის ასე ვთქვათ ფორმატი ამოქმედებული ჟენევაზე. თვითონ რუსებმა წინა თქვეს, ეხლა თითქოს რაღაც დაიძრა საკითხი და ჟენევის დისკუსიების გაგრძელება იგეგმება. მე გავიგე რომ ეს იგეგმება მოსკოვში, მე არ მესმის რატომ. მოსკოვში უნდა ჩატარდეს ეს ჟენევის დისკუსიები, რაღაც გავიგე თითქოს. მე ვიქნებოდი ამის წინააღმდეგი, იმიტომ რომ მშვენიერი მოედანი გვაქვს ჟენევა, სადაც ეს ხდებოდა. რატომ აქ იმედი რომ შეიძლება არასწორი ინფორმაცია, მაგრამ მე რაც დავიკითხებ, ნახე, რომ იგეგმებოდა მოსკოვში, მე მაგალითად ამ ნაბიჯს არ გადავდგავდი, იმიტომ რომ ნუ ჯერ ერთი მე ვერ ხედავ საგანს მოლაპარაკების. რაზე უნდა ვისაუბროთ, ან რა არის ახალი ინიციატივა, თუ ქართულ მხარეს რამე ინიციატივა არ აქვს, რა აქვს რუსებს. საინტერესოა, შეხვედრა ყოველთვის საჭიროა, თუმცა ეს ამ შეხვედრას კონდეს თავისი დღის წესრიგი ბუნებრივია. მე უბრალოდ დღის წესრიგს ჯერ ვერ ხედავ. აი ამ არჩევნებმა ჩაიარა ისე რომ არ იყო არანაირი საუბარი და სპეკულაციები რუსულ კვალზე. ამერიკის არჩევნებს გულისხმობ. ეს რაზე შეიძლება მიუთითებდეს, დაიხიეს უგან შეეშინდათ კიდევ ახალი მძიმე რეაქციის ამერიკის მხრიდან. როგორ გონიათ, როგორ მოხდა ეს, რომ აღარ მოინდომა შარი. არა, ორივე ფაქტორი არის ჩემი აზრით, ჩემი შეფასებით და ამ კუთხით უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს ვიდრე სხვა საკითხებზე. ორივე ფაქტორმა იმოქმედა ის, რომ თვითონაც მოერიდნენ ამას, მაგრამ ასევე ძალიან მტკიცე და ტექნიკურად მომზადებული დახვდა დღეს ამერიკის ადმინისტრაცია და სხვადასხვა ევროპელები, რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას და მათმა ჩაატარეს ძალიან ბევრი სპეციალური ღონისძიება იმისათვის, რომ რუსეთს ეჩვენებინათ რა შესაძლებლობები აქვს და რა საპასუხო ზომებს მიიღებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცდილობა იქნება. ამიტომ ორივე ფაქტორმა იმოქმედა და ამიტომ მეტნაკლებად ისე ჩატარდა ჩარევის გარეშე. თუმცა ჩარევები იყო დარწმუნებული ვარ, ჩვენ უბრალოდ ამაზე არ ვიცით, მასიური არ იქნებოდა, მაგრამ ცდილობები მაინც იქნებოდა. სხვათა შორის ეს საინტერესო რაღაცა, იმიტომ როცა ჩარევა დაფიქსირდა 4 წლის წინ და მაშინ ჯერ კიდევ ობამა იყო თეთრ სახლში, მე საინტერესო დახსნა ობამამ, თუ რატომ არ უპასუხა ამერიკამ მაშინ ამას სიმეტრიულად. ობამამ თქვა, რომ პასუხი ჩვენი მხრიდან აღქმული იქნებოდა ამერიკელების მიერ, რომ ეს იყო დემოკრატების ჩარევა იმისთვის, რომ დაეცვათ თავიანთი კანდიდატი და არ გაემარჯვა ტრამპს და ეს თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას გამოიწვევდა და მაშინ სამწუხაროდ უკვე პოლარიზაცია შემდგარი ფაქტი იყო ამერიკულ ცხოვრებაში და მეორე თქვა, რომ ჩვენ ვიყავი და ვართ ყოველთვის ვიქნებით უფრო გახსნის საზოგადოება ვიდრე რუსეთი და ჩვენ უფრო დაუცველები ვართ კიბერშეტევებისადმი ვიდრე თვითონ რუსეთი და როგორც ჩანს იმის მერე მართლაც სერიოზული ჩამოშავა ჩაატარეს, რომ ესე მარტივად რუსეთმა მათზე შევეტევა ვერ მიიტანოს. მაგრამ წესით მათ ალბათ მაინც ტრამპი ერჩინათ, არა, რუსეთს პრეზიდენტად მომავალ წელიწადს ხო ესეა? კი, მე ჩემი ვარაუდით კი, იმიტომ რომ საერთოდ პრეზიდენტ ტრამპს ჰქონდა ძალიან საინტერესო პრეზიდენტობა, მე ძალიან ბევრი რესპუბლიკელი მეგობარი მყავს და ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე. მას ჰქონდა ძალიან საინტერესო იდეები, ძალიან საინტერესო დღის წესრიგი, როდესაც მან გაიმარჯვა ძალიან რევოლუციური იდეებით, როგორ უნდა მას გაეწმინდა და ისეთი სიტყვაც იხმარა, ხო გახსოვს, უნდა გამოუაშროთ ეს ჭაობი. ხო? ანუ ეს იძახდა, მან დაიწყო გამოშრობა ამ ჭაობის, იგულისხმება შიდა პოლიტიკა, ამიტომ მისი პრეზიდენტობა დაეთმო შიდა პოლიტიკურ წმენდას, ანუ შიგნით პოლიტიკური სისტემის წმენდას. რაც ხშირ შემთხვევაში და დიდწილად საჭიროც იყო, მაგრამ ეს მან ვერ მოახერხა სხვადასხვა მიზეზების გამო. და ამიტომ მისი კონცენტრაცია იყო შიდა პოლიტიკაზე. რუსეთს ბუნებრივია აწყობდა ეს მდგომარეობა, აწყობდა ისიც, რომ ტრამპმა თავიდანვე თავი წარმოაჩინა როგორც დილმეიკერი, ანუ რაღაც საქმეების და დიდი ასე ვთქვათ ტრანზაქციების გამკეთებელი
და სხვათა შორის საგარეო პოლიტიკაში რასაც აკეთებდა, მაგალითად იგივე ჩრდილო კორეასთან მისია ესე ვთქვათ ეს ურთიერთობები და რაღაცა ეს ყველაფერი ხდებოდა იმისათვის რომ შიდა პოლიტიკური თავისი დღის წესრიგი გაემაგრებინა. მაგრამ ნუ რაც გამოვიდა აქედან ნახეთ. ამიტომ რუსებს ბუნებრივია აწყობს, იმიტომ რომ ესეთი ვაჭრობა და ადამიანი რომელიც იძახის მე ძალიან მაგარი ვაჭარი ვარ და მოდი დავდოთ ასე ვთქვათ ფსონი და რაღაცა დილი გავაკეთოთ აწყობდა 4 წელიწადი მათმა ნახეს რომ ტრამპის მოდუს ოპერენდი როგორ მოქმედებს ტრამპი როგორ ცვლიდა ის რამოდენიმეჯერ თავდაცვის მინისტრს ცვლიდა ვერ ნიშნავდა საგარეო მინისტრს სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ყოველ შემთხვევაში პირველი 2 წელიწადი და ნახევარი სანამ პომპეო მოვიდოდა სადაზვერვო თანამეგობრობა დაშლილი და დასუსტებული მუდმივი წნეხის ქვეშ შიდა უსაფრთხოების სამსახური FBI მუდამ პოლიტიკური პრესის ქვეშ ეს ყველაფერი ბუნებრივია რუსებს აძლევდა ხელს და აწყობდა. პოლარიზაცია ქვეყანაში და ამას დაემატა ბოლოს კულმინაცია იყო ვიტინებით ლეწვა Black Lives Matter აქტივისტების მიერ ასე დროს ბუნებრივია ამერიკასაც კი არ აქვს ინფუფუნება რომ გადაერთოს აქტიურად საგარეო პოლიტიკაზე იმიტომ რომ შინ ამდენი პრობლემა აქვს. და საერთოდ მე მინდა გითხრა რომ და ამაზე ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით. ეს ყოველთვის იყო რუსეთის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რითაც ისინი ოპერირებენ არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც. ერთ-ერთი მიზანი მათი საგარეო პოლიტიკური ჰიპერაქტიობის არის დისკრედიტაცია დემოკრატიული ღირებულებების. დისკრედიტაცია თვით დემოკრატიულ ქვეყნებში. ანუ არა საქართველოში, რომელიც ისინი იძახიან, რომ ესენი ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ დემოკრატიას, არამედ დემოკრატიებში. ისე დემოკრატიაში, როგორც არის საფრანგეთი, ისე დემოკრატიაში, როგორც არის გერმანია, ისე დემოკრატია, როგორც არის შეერთებული შტატები. და აჩვენებენ დემოკრატიის თითქოს და სისუსტეებს, მავნებლობას. არა, სისუსტეები არ დემოკრატიას მოდი შევთანხმდეთ, რა საკვირველია, მაგრამ ესენი ამას რასაც ჩვენ ვბაძავთ, რასაც ჩვენ ვცდილობთ ჩვენ საზოგადოებაში დავნერგოთ ის დემოკრატიული ღირებულებები, ისინი წარმოაჩენენ ამას როგორც დიდ სისუსტეს და შესაბამისად გარკვეულწილად მოახერხეს დისკრედიტაცია დემოკრატიული ინსტიტუტების დემოკრატიული ღირებულებების აი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს მათ მოახერხეს. იმედი ქონათ რომ მომავალი 4 წელი თუ იქნებოდა ტრამპი, ნუ კიდევ უფრო მეტად შეირყეოდა მთელ სოფლიოში ლიბერალური ღირებულებები. შეკითხვა იმიტომ რომ ის იყო კონცენტრირებული შიდა დღის წესრიგზე. და უბრალოდ არ აქცევდა ყურადღებას ამ საკითხებს საზღვარგარეთ და ამიტომ ეს ხელს აძლევდა რუსებს რასაკვირველია. შეკითხვა შეიძლება იცნობთ ავტორს თემურ თუმანიშვილი. რამდენად შეაძლოა რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლით და ამერიკასა და ევროპას შორის დათბობით საქართველოს მიეცემა უფრო დიდი შეაძლებლობები საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა განხრით. ნუ თქო კონკრეტიკას საჭიროებს, მაგრამ ნუ მოდი კონკრეტიკა ჩვენ დავუმატოთ. კი მე არ ვიცი ახლა ზოგადი კითხვა მე რასაკვირველია მოგვეცემა საშუალება ვინაიდან პირველი საქართველოს არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და არის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირის აქტიური წევრი, ამიტომ ეს ორი მონაპოვარი გამოსაყენებელია. უბრალოდ ეს ავტომატურად არ მოხდება. მე კიდევ უმბრუნდები იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიურები. ეხლა ის მომენტია, როდესაც საგარეო პოლიტიკურმა გუნდმა უნდა კარგად იმუშაოს, უნდა კარგი სტრატეგია დაიდოს, შეთანხმდეს და საქართველოს იმუშაოს აქტიურად ამ მიმართულებით, როგორც ევროპელებთან, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციას. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს იმის მერე, რაც პრეზიდენტ ელექტი გამოცხადდება. არ უნდა ველოდოთ არც ინაუგურაციას, არც არაფერს. ხალხს ვიცით ვინც არიან, ვიცით ვინ არის სავარაუდო გუნდი, ეს ყველაფერი დასადგენია არის ძალიან მოკლედ ბევრი ფილოსოფია ამას არ სჭირდება და საჭირო არის მუშაობა ყველა ფრონტზე, არა მარტო სახელმწიფომ, არამედ NGO-ებმა, think tank-ებმა, მე მოუწევდებ GSAX-ს, რომ ძალიან გააქტიურდეს და თავისი კონტაქტები, თავისი გამოცდილება, თავისი
მეგობრები საზღვარგარეთ, რომლებიც ხვალდაზე აღმოჩნდებიან ამა თუ იმ დონეზე ამერიკის ადმინისტრაციაში, იმუშაონ და აი ეს ბმულები უნდა გააბან, იმიტომ რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატება. ჯისაკი ამისთვის მზად არის, ალბათ მე არა მარტო ჯისაკი, არამედ დანარჩენებიც, რონდელის ცენტრში დანარჩენები. თავარია იყოს, ესე თქვათ, მწვანე შუქი სულ ზემოდან ჩვენი პოლიტიკური ელიტიდან. იმისგან ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ესე ზამნიშნელია დამეთანხმებით. ჩვენ გადაწყვეტილების გარეშე შეიძლება ამის გაკეთება, ეს გადაწყვეტილება შემდეგ დაგეწევათ. იმედი. კარგი, ჩვენ პრინციპში დრო გვეწურება, ბოლოს კი რამე სხვა არ დაამატებთ, აი ყველაფერი ამის ფონზე რაც ხდება ახლა ამერიკაში, ისევ და ისევ უნიშნულოვანი სიცვლელებაა, მე ვიტყოდი და ეს სრულება გავბედავ და რაღაც დავამატებ. ტრამპის ხელში რახან ამერიკის ეკონომიკა გამოცოცხლდა და ქონდა ძალიან სერიოზული ზრდა, 3-4% ამერიკისთვის ძალიან სერიოზული ზრდა არის ამერიკული ეკონომიკისთვის. იყო შანსი რომ გავხდარიყო მეორე ვადითაც პრეზიდენტი და ამაში შეიძლება ხელი შეუშალა კორონავირუსმა, ხო, რომელსაც აშკარად ვერ გაუკლავდა. ნუ რამოდენიმე ფაქტორმა შეუშალა წინადვილებში, მაგრამ თავის შეცდომებმაც მაინც არ ვაპირებ რომ ამის გამო მადლობა მოუხადო კორონავირუსს, კარგი არაფერი არ გაუკეთებია ალბათ სოფლიოსთვის ნამდვილად ბოლოს და ბოლოს ახლა ადამიანებს სიოსფეზე აქვს ლაპარაკი. აი ამის ფონზე მოგეთ რომ ეს სრულება ხდება, ტრამპი აღარ იქნება და მოდის ბაიდენი, აი გლობალურად კიდევ რას ელოდებით სრულებას, რა შეიძლება დაამატოთ. ხო, კი ბატონო, მე უბრალოდ შემდგარი ფაქტი ჯერ არ არის, ამიტომ თავს ავარიდებ, ვთქვათ, დამტკიცებით ამის თქმას, მაგრამ მაღალი ალბათობა ცვლილების არის. ცვლილება არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის საქართველოსთვის. უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ თეთრ სახში მოდის ადამიანი, მოდის არა მარტო ერთი ადამიანი, ამით ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ მოდის გუნდი, რომელიც საქართველოს იცნობს, რომელთაც აქვთ დამიჯერეთ არა მარტო პრაგმატული, არამედ ადამიანური სენტიმენტიც იმ გავლილი გზით, რაც საქართველოს გაიარა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენ ბუნებრივია ჩვენი აქტივობითაც მათ შორის უნდა ისევ აქტიურად გავჩნდეთ საგარეო პოლიტიკურ რადარზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, თუ ისიც იქნება და მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისგან ეს ადმინისტრაცია ბევრად უფრო აქტიური იქნება თავისუფლების, დემოკრატიის და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის საზღვარგარეთ, ვიდრე ეს ხდებოდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. და ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ თავისი მონოპოლარი გაამტკიცოს და გააძლიეროს. და მე ვფიქრობ, რომ თუ რამე არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, არის ზუსტად ეს. ასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, შევახსენეთ ჩვენს მაყურებელს, ეს გახლავთ გედა ბეჟუაშვილი, ჰარვარდის მაგისტრი, წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრი, თავისუფლის მინისტრი და ნუ გაგრძელება შეიძლება თითქმის დაუსრულებლად. მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ადამიანებს კვლავაც ვიხილავთ პრაქტიკულ პოლიტიკაში, დიპლომატიაში. დიდი მადლობა. გაიხარეთ.